შენი აზრით დღევანდელი გადმოსახედიდან, დღევანდელი გამოცდილებით, რა უნდა ზუსტად გამსახურდიას, როგორ საქართველოს ოცნებობდა ის და დღესაც საქართველოში ცხოვრობის ამდენად აწევია დამოუკიდებელი გეტყვი მართლა დამოუკიდებელი რო უნდა და ეს ნამდვილად დამოუკიდებელი სუვერენული საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული სახელმწიფო უნდა. აი სხვათა შორის არ ვიცი პოლიტიკური გემოვნების საკითხია, აი ეს ბიჭები მაგას აკეთებენ. მე ყოველ შემთხვევაში ეგწვენა მაქვს მე არანაირი პოლიტიკური აქტივობა საქართველოში არც ვაპირებ აი შენ ეთერში ვიძახი აქ არც ფინანსურ არც პოლიტიკურ არანაირ აქტივობას ჩემთვის წასული კაცი ვარ და ჩემ საქმეს ვაკეთებ და როცა ჩემ ქვეყანას დაჭირდება და ჭირდება ჩამოვალ და ყველაფერს გავაკეთებ და ვიზავ მაგრამ ჩემი აქ არც კვალი იქნება და არც არაფერი მაგრამ ჩემი აზრი ხო გაინტერესებს, აი ეს ბიჭები რასაც აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში გადადგმული ნაბიჯები მაგისკენ არის, რა გამოვა ფინალში, ეგ ცალკე საკითხია, ღმერთმა ქნას რომ გამოვიდეს. ზუსტად უნდა რა, რომ ჩვენ ყოფილიყავით ჩვენ თავზე დამოკიდებული და ჩვენ ყოფილიყავით რეალურად დამოუკიდებლები. და საქართველოზე გადაწყვეტილებები რომ მიღებულიყო საქართველოში. ეს არაპატიეს, მაშინ უბრალოდ არც რესურსი გაგვაჩნდა, არც არანაირი საშუალება, რომ ეს ყველაფერი შეგვენარჩუნებია. თავზე დაგვამტრიეს ყველაფერი. ეხლა უბრალოდ ხო, ინსტიტუტები არის, საზოგადოება არის და არ დაუშვა ეს არც ერთმა, არც მეორემ და ჯერჯერობით გასულები ვართ რა, მაგრამ ჩემი აზრია კიდე რომ მაინც პოლიტიკა უნდა გავაცოცხლოთ და უნდა შევეცადოთ, რომ უფრო მეტი ვილაპარაკოთ და უფრო მეტი, რა ვიცი, უფრო მეტი კომუნიკაცია, თუნდაც იმ მტერთან, თუნდაც ფუჭი მსვლელობა, მაგრამ ეს ისტორია ესე უნდა დაიწეროს მოლაპარაკებით, როდესაც მოლაპარაკებები ჩერდება, იქ სამწუხაროდ ძალიან ცუდი პროცესები იწყება. ხო. ეგ არის და ეგ ჩემო ძმაო. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. გაიხარო.